სამიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. პირველი შეხვედრა არჩილ ხაბაძემ მასპინძელი ქვეყნის საბაჟო და სამრეწველო საკითხებში მინისტრის მოადგილესთან გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-თურქეთის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. არჩილ ხაბაძისა და ფაათ ჰმეთინის განცხადებით მეზობელ ქვეყნებს შორის მიმოსვლა სამომავლოდ კიდევ უფრო გამარტივდება. მთავრობის თავმჯდომარის პარალელურად შეხვედრებს მართავს ბიზნესმენთა დელეგაციაც, რომელსაც აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა ხელმძღვანელობს. ვისაუბრეთ საზღვრების მუშაობასა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაადვილდეს საბაჟო მომსახურება. საქართველო-თურქეთის საზღვარს უამრავი ადამიანი კვეთს და გვინდა, რომ მათთვის მიმოსვლა უფრო მარტივი გავხადოთ. ჩვენ გვინდა, რომ პრევენციული ღონისძიებების სახით თუ სხვა მიმართულებით ვიმუშაოთ ერთად, რომ აღმოფხვრათ ის პატარა ხარვეზებიც კი, რაც არის საფის გამშვებ პუნქტზე, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სამომავლოდ გვაქვს ახალი გეგმები, რომელიც უფრო გაამარტივებს, გააიოლებს ფუნქციონირებას საბაჟოსი